ზედაგანთიადის ამორტიზირებული საჯარო სკოლა უახლოესი 2 წლის განმავლობაში არ გარემონტდება. სარეაბილიტაციო შენობა სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელია. სკოლაში ამ ეტაპზე მხოლოდ 80 მოსწავლე დადის. რატომ არ მოხვდა განთიადის საჯარო სკოლა 2014-2015 წლის სარეაბილიტაციო სასწავლო ნაგებობებს შორის და როგორ ხსნიან მოსწავლეთა შემცირებულ კონტინგენტს მასწავლებლები? თინა თინჭკუასელი გიამბობთ. დაზიანებული იატაკი და ჭერი უფუნქციო სააქტო დარბაზი, დაბზარული კედლები, დაზიანებული საპირფარეშო, ზედაგანთიადის საჯარო სკოლას სასწრაფო რეაბილიტაცია ჭირდება. აღნიშნული შენობა 1967 წელს აშენდა და მას შემდეგ სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სკოლა არ არის გაკეთებული ისე, როგორც დღეს უნდა იყოს გაკეთებული. აკეთებენ ეტაპობრივად ყოველ წელიწადს პატარ-პატარას, მაგრამ ამის დასრულებას საშველი აღარ დაადგა. ეს დაწესებულება არის 70-იან წლებში გაკეთდა ეს სკოლა, მიახლოებით 67-68 წლებში და იმის მერე თანდათანობით მოსწავლეთა კონტინგენტი დაგვაკდა. სკოლას 80 მოსწავლე შემორჩა, რასაც პედაგოგები სასწავლო დაწესებულებაში არსებული პირობებით ხსნიან. სიძველის გამო შენობის ერთი ნაწილი ჩამოინგრა. როგორც ამბობენ, განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობა აქვს ზამთრის პერიოდში. ამორტიზირებული სკოლის სახურავის გამო წვიმიან დღეებში საკლასო ოთახები იტბორება. პირველ ბერხებზე ვჯდებოდით ყველა ერთად. რატო? და ბოლო ბერხებზე წყალი იყო და რუსველი იყო. აქონა იმის საშუალება, რომ ბოლო ბერხებზე მათ ბერხებზე ბავშვები ყოფილიყვნენ და ისწავლდნენ და წინ ყავდნენ. სკოლაში არსებული ვითარება დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძე მახინჯაურის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გააპროტესტა. საფირფარეშოს ველი წერტილების ძალიან მოუწესრიგებელია, კლასები მოუწესრიგებელია, წვიმის დროს წვეთი ჩამოდის, არ აქვს სხვა რამე გასართობი ორგანიზაციები და ეს არის ყველაფერი კულტურის სამინისტროს არასწორი პოლიტიკური შედეგია ეს ყველაფერი. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით ზედაგანთიადის საჯარო სკოლა სარეაბილიტაციო სკოლებს შორისაა, თუმცა იქ სარემონტო სამუშაოები 2 წლის შემდეგ დაიწყება. აჭარაში დღეის მდგომარეობით დარჩენილია 35-მდე სარეაბილიტაციო სკოლა და ყველგან არის მდგომარეობა რთული, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელმა კომპანიამ გაგვიკეთა ესე ვთქვათ ნუსხა, რომელი უნდა იყოს პირველ რიგში და ხელვაჩაურის რაიონში განთიადის სკოლა დღეის მდგომარეობით უკვე არის მესამე ადგილზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ წელს ეს არ მოხერხდება, სავარაუდოდ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ალბათ შესაძლებელი იქნება ამ სკოლის საპროექტო სახარჯდაღისო დოკუმენტაციის შეძენა და შემდეგი სამუშაოების განხორციელება. ხელვაჩაურის რაიონში სარეაბილიტაციო სკოლების ნუსხაში განთიადის სკოლა მესამე ადგილზეა. მანამდე კი ზედაგანთიადის ამომრჩეველს 15 ივნის ხმის მიცემა სწორედ ამ შენობაში მოუწევს.